დილამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ახლა მოვიმზადოთ საუზმე ჩემთვის, ევასთვის. ნახეთ. ნახეთ რა სილამაზეა მშიერზე. ესე. გიჟდები. აი არ ვიცი პროსტა ისე მომწონს და მიყვარს და მსიამოვნებს. რა არის ხამის ფასი? აი რა. რომელი საჭმელია აი ამის ფასი? დადამ! ხოდა მოკლედ ამას იმიტომ არ გაჩვენებთ, რომ ვინმეს თავი ცუდად ვაგრძნობინა პირიქით. ამას იმიტომ გაჩვენებთ, რომ გაიხსენოთ, რომ მე მქონდა რამდენიმე წლის წინ ისეთი სხეული, რომ მე ჩვენაც არ მომწონდა და მაშინაც გაჩვენებდით. იმიტომ რომ ჩვენი სხეული უნდა მივიღოთ ყველანაირი, უნდა გვიყვარდეს ყველანაირი, მაგრამ სიყვარული პირველ რიგში არის მიღება და მეორე რიგში არის ზრუნვა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე. და ზრუნვა კიდე არის ყვებოთ ჯანსაღად, მოვაშოროთ ზედმეტი, იმიტომ რომ აი ახლა როცა ზედმეტს აღარ ვჭამ, მაქვს ზღვა ენერგია, ანუ ცოტათი მეტი ენერგია კი არა მაქვს, ზღვა ენერგია მაქვს იმასთან შედარებით, როგორც მქონდა. და მარტო მე კი არა, აი მარათონში გოგოები ამბობენ, რომ მათაც, ანუ რეალურად რატო ეხლა? იმიტომ რომ ორგანიზმი უაზრო ოდენობის ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას აღარ ხარჯავს იმ საჭმლის გადამუშავებაში, რომელიც მას არ სჭირდება, ანუ ზედმეტი, ხვდები? ანუ შენ ყოველდღე ზედმეტ საჭმელს რო აყრი შენს ორგანიზმს, შეიძლება უხეშად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, როცა არის ჭარბი წონა, ეგ ფაქტია, ანუ შენ მაგას ამუშავებ გაუჩერებლად. და აკეთებინებ, ანუ მარაგები რო გააკეთოს იმის სამუშაოები. ხა წარმოგიდგენ, შენ რო სამსახურში მუშაობ, ჩვეულებრივად, და რო დაგიმატონ კიდე, რო გაგიგრძელონ სამუშაო დღე, თქვათ 6-მდე მუშაობ და 10-მდე რო გამუშაო. არ იქნები უფრო დაღლილი? წყურია და 10-მდე რო გამუშაონ, არა იმიტომ რომ სიტყვაზე რაღაცა კარგი მოხდეს. არამედ იმიტომ რომ პირიქით მე რამან ხელი შეგიშალოს. წარმოგიდგინე. ანუ არც ერთი ჭკვათამყოფელი ადამიანი არ მუშაობს ამაზე, ხო? მოკლედ, მე ხა აქ მაქვს შემწვარი ვაშლი და შემწვარი კომში. დილას მინდოდა ხაჭო, ბერძნული იოგურტი, ვაშლიან კომში, აი ეს მეჭამ. საერთოდ არ მინდა ტკბილი საუზმე, მინდა მლაშე და ისიც ვიცი რა მინდა, სასწაულებრივად მომენატრა შემწვარი კვერცხი, გაგეცინებათ. მინდა რომ კვერცხი შევიწვა, უბრალო შემწვარი კვერცხი, ესე რომ გადავინაცვლოთ გასთან. ასე. დგავთ ტაფას. ვანდებთ გას. წონით ზეც. გოგოებო, გახსოვდეთ, შეიძლება კალორიებს არ ითვლით, მაგრამ თუ ზეც მოახუილებთ ხოლმე საჭმელში, ყოველთვის გექნებათ ჭარბი წონა. არა მარტო თქვენ, იმათაც ვისაც საჭმელს უკეთებთ. ამიტომ ზეთთან ფრთხილად. ზეთი არის ყველაზე მაღალკალორიული პროდუქტებში. ბევრი დავასხი დაჟე. 3 გრამი და მებევრა. 3 გრამი მებევრა. აი ესე. ვაი მე გაზი არის, გაზი მეთქი, სარეცხი მანქანა. ღმერთო. ის ამაცივარი არის გასაწმენდი და არ მომწონს სუნი. რაღაცა. ეს არის დიდი კვერცხები. მოვიტანო მეორე ტელეფონი, რომელშიც ჩავწერ იმას.
ალორაშს. მარილი, პატარა სამარილე. ვერ ვხედავ, ამიტომ ჩიქარა უნდა მოვაყარო ამას. ესე. თქვენ მეთვალყურეთ და გტოვებთ და მე მეორე ტელეფონს მოვიტან, ცოტა პერეცაც უხდება. ცოტა. ამას მაგ ეხა სულგუნი, რომელსაც თავზე მოვაყრი. გახეხილი მაქვს, ხაჭაპური რო გავაკეთე, მაშინ დამრჩა. სხვადასხვა ძალიან პრაქტიკულია ესე რო გაქვს, აი გახეხილი. იმიტომ იყიდება ეს ყველები გახეხილები. აი ესე მოვაყრი. 2 ჩაის კოვზი, მეტი არც უნდა. всё. 9 გრამია. ესე და გავამზადოთ თებში. ცოტა ავოკადო მივუდოთ გვერდზე კიდევ. იმიტომ რომ მაგ და მიფუჭდება. და როგორ შეიძლება რომ ეს გაფუჭდეს? ეს 20 გრამი. ეს გამორთოთ. ცოტა ცილა აქეთ უმიყოფილა, მაგრამ იცოქი. ესე და ბროკოლი თუ მაქვს, მგონი გქონდა და მიყვარს მე ძალიან ხალხნო ბროკოლი რო იცოდეთ. ძალიან ჩემი სიყვარულია. ეს ყავილოვანი და აი ბროკოლი. Brocolito. ესე ავიღებ.
ნახეთ ხა როგორ ავწონო. ჯერ ხო უნდა გავრეცხო. რავი, რამე არ შეკვეს შიგნით. ხო და ამიტომ ბროკოლიტო. და 31 გრამია. ბროკოლიტო. ცოტა მარილი ჩავუყაროთ თუ რამე რომ ამოცვივდნენ გარეთ. ისე. და წიპა როგორც პური. აი ეს მოიცა გავხსნათ. იმიტომ რომ გითხრათ რომ შიამეთში მოგატყუებთ, ამიტომ აი მას მივაყოლე. Mi bandito. 9 გრამი. Всё. Ანგერ. ჩემი სიყვარულიკები, ხელისველი მაქვს. ეს ორი ეს ჩავიწერო. ესე იგი 9 გრამზე 379 კალ. ადრე ეწერა 100 გრამზე ისა. 350. რავი, რა დაუმატეს არ ვიცი. ან რა მოაკლეს რაღაცა ალბათ. Oh yeah. ეს ევიტუნასი. აი. ხო. რა? დასაფენი? აუ მოუტანე ანდრუს ესეთი მატიკი გარეცხილებია და ერთი სველია და დანარჩენები მშრალი და სველი არა იყო. ეხა ბოლოდევ სველი. ხო. Happy. Oh. ძალიან მომინატრა. შემწარი კვერცხი. ხო, სასაცილო ჟღერს. ანუ შევთეკო.
ავოკადო და კვერცხი არის იდეალური დუო. ნაგინა ბანჭკა კვერცხი და ჰენჩეგი წამოისჭამო. თორე გამიცივდა. Cadê Logi Pilot? É Maia Onda. Maia Onda. And now one is orange. Yeah, maybe coffee orange. Bamboo. I wanna go voyager Afrique. Mauina Gogogie. Gogogie, and then many guys here Jenny did. I said, okay, Ikawi. Ikawi here, Afrique. Many guys here. Many glow, okay? That's Yama. მკდავდი ამას. აბა მეკნა. მინდოდა. მე მგონი არ იყო და ბონჩკასაც უწავ კვერცხს, აქევას მაკარონს ვუხარშავ, მაგრამ ჯერ კვერცხი მიუტანე, იმიტომ რომ სანამ ამას ყველა ვარიანტში შეჭამს ეს ხო ცარიელი ნახშირწყალია, ბავშვებს ეს ძალიან უყვარს და სანამ შია და სანამ ამას შეჭამს კვერცხი მიუტანე, რადგან შია კვერცხს შეჭამს. თან უყვარს. ისეთი რამე არა, რაც თქვათ არ უყვარს. კვერცხი უყვარს. ბროკოლიც უყვარს, საანევას. ძალიან უყვარს. ხო და ასე ხამებს გავაკეთებ, მე ყავას გავაკეთებ, არა, ყავა უკვე ორი დავლე, მოდი ჩაის გავაკეთებ. წავიდეთ, კომენტარები წავიკითხოთ, ვილაპარაკოთ, ლამაზად ყოხტათ გემრიელად. დღეს უკვე მეცადინე, უკვე მოვასწარე ისტორიის მეცადინეობა. ნაწილის. ხო და ძალიან ისეთი კარგია, ისეთი მოწყურებული, მე საერთოდ ისეთი ტიპი ვარ, ვისაც უყვარს რა სწავლა და ისეთი მოწყურებული ვარ რაღაცნაირი, რომ ისეთი სიამოვნება განვიცადე, რომ აღარ მინდოდა და 1 საათით დამიგრიან და ჭამა გადავდე.
ანუ იმდენად სასიამოვნო იყო, რომ არ მინდოდა რომ მოვშორებოდი იმას, ხდებით? აი ამიტომ აუცილებლად უნდა მქონდეს ეგ. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემია, იმიტომ რომ მიყვარს. არ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც უყვარს აზროვნება და სწავლა, ანუ ნახე, მე ეს არ მინდა, მე ცოდნა ძალიან დიდი მაქვს. მე ვინმეს დასანახად კი მინდა, მინდა რომ კიდე ვისწავლო, კიდე, მინდა რომ უნივერსიტეტში ვისწავლო, მაგისტრატურაში ვისწავლო, დოქტორი. სწავლა მინდა, ხდებით? მინდა რომ ვისწავლო და მე ამ კუთხეში, ამ სფეროში ვიყო. აი, ერთ-ერთი რაღაცაა, რაც ცხოვრებაში მინდოდა რომ გამიკეთებინა და უნდა გავაკეთო. აჰა. ხო, და ისა. აი ამაში. უნდა ვლიოთ ჩვეულებრივი ჩაი. და 1 ბალიში მივატანოთ შოკოლადი. იმიტომ რომ აღარ მშია, უბრალოდ მინდა რომ ჩამატკბოს და ზუსტად 1 ბალიში ჩამატკბობს. ეს 5 გრამი გოხტათ ლამაზად მშვენივრად დიადად ჭამის მეც ნახოთ მოცულა დაიწყო თქვენ არის ამ ჩემს რა მე ვამჩნევ ტრალალალალალალა всё გამოვხოთ ეს всё ახლა ამას ამოვიღებ ცოტა გაცივდეს იმიტომ რომ ამ შტერს ვერ ვენდობი რომ თუ არ გაცივდა შეიძლება პირდაპირ რომ მივცე აი აქ გადმოვიღე შეიძლება პირდაპირ რომ მივცე ეგრევე ეტაკოს და ეს სულელი პირი გამოიწვას ხო ბონჩკა ხო დედასნიჩკა არის მაგის შანსები სულელი პირი რომ გამოვიწვათ უნდა ვიყიდო მართალია ბევრია კარფურში და მეც მაქვს შერნახად რამდენი მაქვს და ამას როზის ჩახვალ ბოლოს მაგრამ მინდა რომ მქონდეს ეს რომ მომწონს ჩაებში და იმებში ეგრე არ მომწონს არც ერთი შესაბამისად ნა ეს იგი წასასვლელი ვაგზალზე უნდა ვიყიდო ქართულის წიგნი, რომელიც ჰალომ მითხრა და უნდა ვიყიდო ისტორიის წიგნი, სადაც არის ისინი, რა ქვია, შემაჯამებლები, სადაც იქნება დასწერი, ხო? ეგენი უნდა ვიყიდო. მოკლედ და ვაგზალზე ვარ წასვლელი და შესაბამისად, აი ეს ოსპირო ვიყიდე იმ დღეს, მწვანე ოსპი და რო გადავიხადე მამას ისხლი ფასი, იქ კილო ღირს ეგ ფასი. და ვიყიდი ოსპს კიდე. ორჯერ მოვიფიქრებ დღეს რა უნდა გავაკეთო და იმას დავადგავ. და მე კიდე გორგიაშიც მინდა წასვლა, კიდე ერთის სამზარეულო სასწორი მინდა ვიყიდო. ჩემი ხობია სამზარეულო სასწორების შეგროვა და კიდე რა მინდა რომ ვიყიდო. არ ვიცი თუ იცით ვინმე სტაციონალური ბლენდერი, რომელსაც პულსირებაც აქვს, შუშის თასი აქვს და რომელსაც აქვს 1200 ვატი მგონი უნდა ქონდეს. ანუ არაქისის კარაქების და ეგენის გასაკეთებელი. ნუ ხე ეს ჩემი ვერ გააკეთებს მაგალითად. ანუ და დიდი უნდა იყოს, იმიტომ რომ შეძლოს ამ ძალიან ცოტა რომ არ გამოვიდეს რა ერთჯერზე. და ეგეთი არა მაქვს მე ეგეთი ბლენდერი და ეგეთი ბლენდერი მინდა ვიყიდო 300-400 ლარები ღირსო, მაგრამ არ ვიცი სად იყიდება და რომელია. რაღაცა Philips-ის ფირმა არის მე მგონი. ერთი. ხო და მეორე არ ვიცი, უნდა მოუძებნო კიდე. თუ იცით ვინმე, თუ გაქვთ მოკლედ ბლენდერი, რომელიც არაქისის კარაქს კარგად ადვილად დაკეთებს, არა ტანჯვით და წამებით, არამედ კარგად ადვილად გამიზიარეთ. იმიტომ რომ მინდა რომ არაქისის და სხვადასხვა ანუ მცენარეული ეს კარაქები გავაკეთო ჩემით. და მინდა სტაციონალური ბლენდერი, აჰა. ნიჩკას ჩავუყაროთ.
აგერ. პატარა ნიჩკას. ეხლა სულ ამოყრის, მიიგზნის, მოგზნის, ამაში რო ჭამოს, არა. მთელ ქვეყანაზე უნდა მოყაროს ეს. პატარა გოჭია. დედას გოგოა. აბა როგორ სხვანაირად. დედაც გოჭი, ბავშვიც გოჭი. აი მე ხალხო. მოვედი. აგერ. ისტორია. მე რომ ბედნიერი ვარ ნეტა იცოდე. მე სულ ბედნიერი მამყოფე და ჩვენ ყველა სულ ბედნიერები გვამყოფე. შოკოლადი რომელიც საერთოდ აღარ მინდა, მაგრამ თან ანუ მინდა ტკბილი დავაყოლე, მაგრამ საჭმელი აი აქ მაგას საერთოდ აღარ მინდა საჭმელი და ეხლა დავკითხოთ თქვენი კომენტარები, მე გაჩვენებთ როგორ გამიტეხა. მე ვიტუნამ ლეპტოპი. ეხლა თმას დავიწყნავ და განახებთ შავრთავ და ოი გული ისე მეტკინა, ისე რომ მეტი არ შეიძლება. იქ არ უნდა დამედო. არა ხშირად დივანზე რომ ვზივარ ხოლმე, აი აქ რომ მუშაობ, თქვათ, ხო ლეპტოპთან. ბავშვი იქით არის და გული არ მიჩერდება. ხო და იქ დივანზე რომ მუშაობ ხოლმე, იქ ხელთან მაქვს რა და იქვე დავდე და ეგერ პატარა დაუკვირვებლობა და უყურადღებობა რა სიტყვებს ნახეთ. და ისე მიყვარს ეს ლეპტოპი. მეტი არ შეიძლება, მაგრამ რას ვიზა. გავაფუჭე. ბავშვის ბრალი ნამდვილად არაფერი. აი თეთრ ეკრანზე მინდა რომ გაჩვენოთ. თქვათ Google-ში შევიდეთ. ახედავთ. აი მე ხო ჩანს ეს და აი მე knaphe როგორ არის იმენა ფეხი ეგ ჩარტყმული. ოღონდ დახურული მეტოდ აიწყობა უკნიდან იმას ქნა. აი წინდაც გაჩვენებთ როგორა. აი ნახე. ხო არიან ხოლმე ადამიანები რომ დადიან დამწროული ტელეფონებით, ანუ ეკრანი ვაქვს დამწროული. თუ მე არასოდეს არ მქონია და პირველად არის და ლეპტოპზე მომივიდა. მაგარი გოგო ხარ ნინი ვითომ ბლოგერები აქეთ იქიდან რო გჭორავენ და გესევიან და იცი რა მომწონ შენ ძაღლათაც ვარ აგზებ. იმიტომ რომ არაფრად არ ღირა. ჯერ ერთი ადრე ხომ მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ეს იმას იძახის შენზე ეს ამას იძახს. ყველას ვთხარი მეთქი არ მინდა. ანუ აღარ ვნახულობ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს. ყველა ვიცი ვინ არის და ანუ არაობა და ნული და ვაფშე არაფერი რო არის ადამიანი და იმის ხარჯზე ცდილობს თავის წამოწევას, რომ სხვა გალანძღოს, ანუ რავი, ჩემი ძაღლი მასეთებს 1000 ჯერ ჯობია. რა თქმა უნდა, ძაღლად არ ჩავაგდებ, იმიტომ რომ რავი, აი არაფრად არ ღირა ნეგენი. შესაბამისად, მე ჩემ გზას მიუყვები და ქვის მსროლელს კიდე რა დალევს, მით უმეტეს როცა შენ პიროვნება ხარ, როცა შენ ძლიერი ხარ, როცა შენ რაღაცას წარმოადგენ, რა თქმა უნდა, არარაობები ყოველთვის შენზე საუბრობენ და მარტო ეგ აქვთ არარაობებს იმისთვის, რომ ვიღაცამ უყუროს. ანუ შენ ისეთი მაგარი ხარ, რომ იმას იმიტომ უყურებენ, რომ შენ ტალახს გესვრის. და ამ დროს ის არარაობაა და შენ რა დიადი ხარ. всё, და აი მასეც მე ყურადღება როგორ უნდა მიაქციო. მაგათაც კი არ ღირან. აჰა, საოცარი ინგა. საოცარი უჭკვიანესი ნინი და ვიცი გიხილავთ, მაგრამ ყველაზე პროფესიონალი ფსიქოლოგების ტოპ 10-ში სულ წარმატებები ჩემო კარგო ტკბილო ნინი. დიდი მადლობა ჩემო ძვირბაზო. ინგა ჩემი მარათონის გოგოშკარი. ფატინი გილოცავ გიორგობას შენს ოჯახთან ერთად უფალი გფარავდეს, მუდამ ძალიან ლამაზი იყავი ქორწილში, ევიტოს ჩაეხუტე. მადლობა ჩემო საყვარლო, დიდი მადლობა. ციცი, ყველაფერი გამოგივა ჩემო მიზან დასახულო ნიჭირო გოგო წარმატებას გისურვებ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს საყვარელო. ღმერთმა აი 10 მაგათ დაგიბრუნოთ ეს სიკეთე ყველას, ვისაც სხვისთვის და ამ შემთხვევაში ჩემთვის კარგი გემეტებათ. ირმა წარმატების საყვარელ ყველაფერს შეძლებ და გამოგივა. მადლობა ირმა, კი იმე რაც მინდა
ის ყოველთვის გამომდის. თინათინ გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა ძვირფასო. ქრისტინე გილოცავ გიორგობა შეგეწიოს მისი ძალა და მადლი, მადლობა საყვარელო. თათიანი ახლავე თუ დანებდი და ხელი ჩაიქნია, არაფერი გამოვა საკუთარ თავში 100% უნდა იყო დარწმუნებული ყველა დაბრკოლების მიუხედავად. და მე ვინ თქვა რომ დავნებდი და რო არ ვარ დარწმუნებული, ერთი წუთითაც, ანუ მე არასოდეს, აი ნახე, ეგ რო შენ გადაწყვეტილება მიიღე და მე ფიქრობ ამაზე, რამდენად შეიძლება გამოგივა თუ რა, ეგ ძალიან ადამიანურია. გადაწყვეტილების მერე ადამიანს ყოველთვის აქვს ეჭვი, შიში და ასე რაღაცა, ხო? მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს არ გააკეთებ. არა, უბრალოდ რა თქმა უნდა, ეგ მოდის ყველასთან. ზოგი ნებდება კი, მაგრამ ზოგი არასდროს და მე არ ვარ რომ დავნებდე. ასე რომ ეს. Попробуй сделать так. Обжарить лук, морковь, потом фарш, потом оспа. Это просто бомба. Ва. Лук, морковь, фарш. Ва. Или тыква со сливочными. Сливками и в блендер. მართლა ძალიან მაგარი იქნება ეთი ოსპი და ქათამი. მე სალათამ ნახე ეგეთი. სადაც ქათმის ფილი ამოხარშული, მწვანე ოსპი, კიტრი, პომიდორი, მწვანილი და ზეითუნის ზეთი, ნუ ზღაპარი, ხა წარმოიდგინე ორი სახეობის ცილა. მაგრამ ესე ძალიან მაგარი იქნება. ნათია, გილოცავ ნინი შეგეწია მთელ ოჯახს და გფარავდეთ. ნინის სწავლა 12 თვე არა ის მგონი 9 თვე გამოდის, წარმატებებს გისურვებ მთელი გულით. რა თქმა უნდა, ძვირფასო ვიცი, ეს სწავლა რო არ არის 12 თვე, იმიტომ რომ სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემი შვილებიც სკოლაში სწავლობენ და ვიცი, მაგრამ მე 12 თვის განმავლობაში უნდა გადავიხადო მაგ სწავლის გადასახადი. იმიტომ დავთვალე, რომ მე თვეში რამდენი უნდა გადავდო, იმისთვის რომ ეგ წლიური გადავიხადო. მიხდი? ლელო გილოცავ ნინი მრავლს დაესწარით. მადლობა ძვირფასო. ინკა ჩხაიძე საყვარელი ნინი. თათია. წარმატებები მე ვსწავლობ ფარმაციაზე 34 წლის ასაკში გიორგობას გილოცავ. ვსწავლა არასდროს ძვირფასო გვიანი, ამიტომ ძალიან მაგარი გოგო ხარ. ირმა, ევი და ნინი ულამაზესები და უსაყვარლესები ხართ. ყველას მთელ ოჯახს გილოცავთ. გფარავდეს წმინდა გიორგის მადლი და ძალა. მადლობა. ლალი ლამაზო ოჯახო გილოცავთ გიორგობას გფარავდეს წმინდა გიორგის მადლი მთელს ოჯახს. მადლობა ჩემო საყვარელო. შორენ აღმერთმა ხელი მოგიმართოს ნინი მადლობა. დალი გილოცავ ნინი გიორგობას გაიხარე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. ნელი გილოცავ გიორგობას. ირინა თქვენს გილოცავს მრავლს დაესწარით. ნია ყველაფერი ჩემი ნია. ყველაფერი გამოგივა ზუსტად ვიცი. graduation-ზე გამოგიგზავნი ამ კომენტარს. როგორ მიყვარა, როგორ გამახარე, გვარი ცოტა ვიტყვე, მე მიხდია შენ ხარ. ირმა, რა კარგია, რომ გადაწყვიტე უდეს წინსვლას და წარმატებებს გისურვებს საყვარელო იკა და ჩემი თოჯინა გავიდნენ და ორი სიყვარული რა დღეში არიან. აბა ისინი გავყარე და მე ამათმა დაიწყეს. ლელუნი ყველაფერი გამოგივა საყვარელო შენ მიდად დასახული გოგო ხარ, მიყვარ ხარ, მადლობა ძვირფასო. ინგა გილოცავ გიორგობას მადლობა. თათიანი გიორგობას გილოცავ პირველ რიგში მეორე ისტორიის ტესტები იყიდე კი აუცილებლად. ლელა და დილამშვიდობისა გილოცავთ გიორგობას შეგეწიათ მისი მადლი და ძალა იხარეთ და იბედნიერეთ. რა ხდება? ციცი იბედნიერი დღე ჩემო ლამაზო გილოცავ გიორგობას შეგეწიათ მისი მადლი და ძალა მიყვარ ხარ და მიყვარ შენ ლამაზი ოჯახი. მადლობა ხათუნამ. მრავალ დღეს ასწავლებს ნინი ნამდვილად არასოდეს არ უნდა დანებდე ჩემი დევიზია ყველაფერს შეძლებ წარმატებები მიყვარხართ კი მიყვარხართ ასე შორიდან უცნობი და ამავდროულად ძალიან ნაცნობები შენ და ევიტუნა ხონღოლა მე ძალიან მიყვარხარ ძირფასო ძალიან მაგა გილოცავთ ნინი გიორგობას ენი
აიმც გამომცემლობა საქართველოს და მსოფლიოს ისტორია ასეთი სახელწოდებით კრებული ყველაზე ახლოს არის ეროვნულებთან და შეგიძლია მაგით მოიმზადო. სხვა საგნებშიც არის იგივე გამომცემლობის წიგნები, საგამოცდო პროგრამა დევს უკვე ნაექზე და იმის მიხედვით უნდა დაამუშავო საკითხები, წარმატებები. კი, ნაექზე ვიცი ვეცნობი. მადლობა წიგნის რჩევისთვის, დიდი მადლობა. მარიამ ნილამაზე გილოცავ გიორგობას ლელა ნინი, გამარჯობა მეც მინდა მარათონში დამატება. ლელა მომწერე მესენჯერში ზვიფასო ნინი კვირიკე ქართულად მიწერია. აქაც დაგიწერ მეც გილოცავო. მრავალ გიორგობას დაესწრო შენი ოჯახი ნინი. მადლობა ზვიფასო. მე და ჩემი ოჯახი ხო? ციალა ღმერთმა ყველა ოცნება და სურვილი აგისროლოს მარტივად წარმატებით და ყველა სფეროში რითაც ხარ და რითიც დაკავდები მომავალში. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. სოფონინ ცუდი არ საგონებაში აგერა ფიქრები თუ როგორ მოიქცე, მაგრამ დროს მიყევი და დალაგდება ყველაფერი, სანამ ცხრის გაიკეთებდი, მანამდე არ გაქვს ვიდეოები გადაღებული, მაინტერესებს როგორ გამოიყურებოდი მაშინ. აი ლაგოდაშიო ჩავალ და ფოტოებს ჩამოვიდან, აუცილებლად გაჩვენებ ჩემი ბავშვობის ფოტოებს. იმედია რომ არ გადაყარა იმან ვისაც დატოვა. ალექსანდრე, მე ეხლა გადაწყვეტ სწავლა სახელმწიფო პროგრამა, რომ არის სხვადასხვა ფაკულტეტია, ონლაინ დავრეგისტრირდი, ავირჩიე ფარმაციათან, გასაგებენ პსბ-ში და ორბელიანია სწავლა. და დიპლომს გაძლევენ, არ უნდა გამოცდები, ისინი გასწავლიან. შვენიერია. თამარანი პატივსცემ ქართულის მასწავლებლას, რომელიც უკვე გეხმარება, მაგრამ თუ დაგჭირდეს კიდევ დამატებით დახმარება, შეგიძლიათ ჩემი იმედიც გქონდეს ქართულში, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვარ, შემიძლიათ დაგირეკო და ონლაინ ვიმეცადინოთ გულით სულით, რაც შემიძლიათ და ისიც ოდნაც მაქვს მაქსიმალურად გაგიზიარებ. კიდევ ერთხელ პატივისცემა სალომეს ჩემგან როგორც ადამიანს, როგორც ქართულის მასწავლებლს, მაგრამ თუ ზოგჯერ ის ვერ იპოვის დროს, ჩემი იმედიც გქონდეს, რაც შემიძლია, როგორც შემიძლია. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. მეგობრებში მყავ ხარ? თუ რაღაცა დაგიკავშირდები. იმიტომ რომ სალომეც ძალიან დაკავებულია, შენც ძალიან დაკავებული იქნები და ანუ რომელსაც რო გექნებათ ხოლმე იმ მომენტში თუ რაიმე კითხვა მექნება. უღრმესი მადლობა და ძალიან აი გულზე მომეფონა რომ აი ასეთი პროფესიონალიზმით და ასეთი სიყვარულით და ასეთი დადებითი ემოცია გამოხატე სხვა ადამიანის მიმართ და ისე შემომთავაზე შენს დახმარება. ანუ ეს არის ნამდვილი ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი. აი ასეთ ადამიანებს ვცემ მე პატივს ხალხო. აბა იმათ ვინ წყეფავენ. ეთერინი ჩემო ჭკვიანო მივესალმები შენ სურვილ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით ვთვლი საუნივერსიტეტო ცოდნის და დიპლომის გარეშეც დღესვე გაქვს ცოდნა და პრაქტიკული შენს თავზე გამოცდილი მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ ეს ოხერი დიპლომი აუცილებელია რომ ამ სფეროში იმუშაო სამწუხაროდ ასეა. არა, ამ სფეროში ისაც შემიძლია რომ იმუშაო, მაგრამ ანუ ფსიქოლოგიაში გიორგობას გილოცავთ. გფარავდეთ ნინი წარმატებები ცხოვრებაშიო შორენა მადლობა. შენი ყველაფერს შეძლებ ისეთი ნიჭიერი ხარ დაწმუნებული ვარ, გამოგივა არ იყო წარმატებები შენ ისეთი მიზანდასახურ ხარ, შეძლებ რა თქმა უნდა ლელა მადლობა ძებასო. თან იცით ვაკვირდები, სწავლობ, აი მაგალითად წუხელ ნაწილი შენი კი მოურჩი. შენი კი მოურჩი და ისტორია მაგალითად წუხელ ვეღარ მოვასწარი, დავიღალე და სამგებს დღესდღეას რო გავიუძე მაშინ დავიწყე. ანუ ესე შევთავსებ რა ჩემი ცხოვრების რიტმს. ინგა საყვარელი ნინი მომიკითხე ევა აუცილებლად. ნატო როგორ ხარ საყვარელო? რაღაცა ვეღარ ხედავდი. ირმა გილოცავთ გიორგობა შეგიძლიათ მის ძალა და მადლი იხარეთ, იჯამფრთელეთ მუდამ მადლობა. ნი არის ფიქრო ვერ შეძლებ გადილიას შენ ისეთ ნიჭიერი ხარ, არის ფიქრო უკან დახევა. შენზე ნიჭიერები იქნებიან გონია წელს ბიჭმა დაამთავრა ილიას და ძალიან დაბალი დონის ბავშვები აბარებენ 100%-ით 30 არის ძლიერებიო 40% საშუალო და 30 არც კი იცის რისთვის ჩააბარესო წელს კი ჯავახიშვილში მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა არაფერია ნიშნთვის ძნელი ჩემო კარგო ვიცი რომ შეძლებ წარმატებები ნიწმინდა გიორგი ფარავდეს ლამაზე ძალიან დიდი მადლობა ძირფასო უღრმესი მადლობა მე განა არ ვიცი ჩემი შესაძლებლობები უბრალოდ ის მაშინებს რომ მე ბევრი მოვალეობა 2 სამსახური და ასე შემდეგ მან გაიხაც მაგალითად თქვენ რო გესაუბრებით ჩემს მარათონში გოგოები წერენ და ხო იმათაც მინდა მივაქციო ყურადღება ამ დროს იქ ბავშვი დადის და იმასაც მინდა მივაქციო ყურადღება და ამის ფონზე
მე ხო ის საჭმელი უნდა მოამზადო, ვიდეო უნდა გადაიღო, ვიდეო უნდა დაამუშაო, ნაბიჯები უნდა გაიარო, წონაში უნდა დაიკლო, ანუ ყველაფერი ელემენტარული რაღაცა სახში უნდა გააკეთო და ანუ მე ერთად უკვე ძალიან ბევრი გამოდის, მაგრამ რისთვის იბადები ძლიერი? სხვა რისთვის? ნუ შემშვიდობაში და კიდე რა მიხარია, იცით? აღიარებენ თუ არ აღიარებენ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი მოყვარიც და ჩემი მტერიც მე დავამოტივირე და მათ თავის ცხოვრება შეცვალეს. და ვფიქრობ, რომ ეხლაც ამ სფეროშიც, სწავლის სფეროშიც ძალიან ბევრ ადამიანს მივცემ мотиваციას. მტერსაც და მოყვარესაც, რა თქმა უნდა. და ეს ძალიან მაბედნიერებს, იმიტომ რომ რეალურად ეს ჩვენ ცხოვრებას ცვლის და ჩემი მოწოდება კიდე ზუსტად ვიცი უკვე რომ ის არის რომ ადამიანების ცხოვრება შევცვალო. ოღონდ კარგისკენ. დალი, ნინი შენ მთავარი შეძლებს ცხოვრებაში სამშვენიერი შვილი ყავს, ოჯახი გაქვს, რაც შეეხება სწავლას, როგორც ვერ შეძლებ შენ შეძლებ, იმიტომ რომ ძლიერი ხარ. შეუძლებასაც შეძლებ. უფალი დაგეხმარება, მადლობა ძვირფასო. ძალიან სწორი აქცენტი გააკეთე, მართალი ხარ. ზუსტად რა არის ევა, მოდი მითხარი. ხო? მაგათ მე ვეღარ წავიკითხავ კომენტარებს, ესე წავიკითხე. დილა მშვიდობისა ყველას კარგი დღე. ისეთი ამბი ვკითხულობდი, ეს არც დამილევია. მიყვარ ხარ ძალიან კოცნით გეხოვით და შესანიშნავ დღეს გისურვებთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გამომყევით ჩემთან ჩემს ცხოვრებაში.